მიიღებს თუ არა ბარიერ გადალახული ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. საკითხი კიდევ უფრო გააქტიურა ლელოს პოზიციამ, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე პარტიებმა დისკუსია უნდა გამართონ. ირაკლი კუბრაძემ მანამდე განაცხადა, რომ თბილისის მოგება შესაძლებელია და ამაზე უარის თქმა არ შეიძლება. ლელოს შეთავაზებას დისკუსიაში ჩართვის თაობაზე კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნაციონალურ მოძრაობაში და კოალიცია ცვლილებებისთვის წარმომადგენლები. გახარია საქართველოსთვის კი უკვე დიდი ხანია საუბრობს მონაწილეობაზე. საზოგადოების აზრის გამოკითხვა მოწმობს, რომ საზოგადოების აზრი არის ძალიან მკაფიოდ ერთ მხარეს განწყობილი, ეს არის უფრო მეტი ჩართულობისკენ და მონაწილეობისკენ არსებული განწყობა, ძალიან დიდი მარჟით საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა როგორც ჩანს მიიჩნევს, რომ ეს არის სწორი გზა, რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ჩვენ ბუნებრივია საზოგადოებას ვამცნობთ ჩვენს საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ ამასობაში ჩვენს კოლეგებს ვუწვდით ხელს და ვეუბნებით, რომ დროა ვიმსჯელოთ ერთიან ფორმატში იმაზე თუ რა ჯობს ამ ბრძოლის გაგრძელების და მეტი ეფექტის კუთხით. სადაც პოლიტპატიმრების ხედავთ ციხეში ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ინიშნება, ამიტომ ვინ ჩაიყენებს თავს თავმჯდომარე მდგომარეობაში, ეს არის საკითხავი. და ამ ვითარებაში მე უბრალოდ შეუძლებათ მიმაჩნია საერთოდ ამ საკითხზე მსჯელობაც კი და დარწმუნებული ვარ, რომ ლეოს მოუწევს პოზიციის ცვლილება. წინააღმდეგ შემთხვევაში წავა იმდენად დიდი მასის წინააღმდეგ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომ საკუთარ ელექტორატთანაც კი ექნება პრობლემა. ვურჩევთ ლელოს, რომ რაციონალურად მიიღოს გადაწყვეტილება და არა ემოციურად. ჩვენ გვაქვს ჩვენი ტაქტიკა, ჩვენი სტრატეგია, ამ ტაქტიკას და ამ სტრატეგიას მივყვებით. ერთადერთი რომლის წინაშეც ჩვენ გვაქვს ანგარიშვალდებულება, ეს არის რა თქმა უნდა ჩვენი ამორჩეველი. სხვა პარტიები რა სიტყვიან, როგორ გაბულანძღავენ, რა ისტორიას მოაწყობენ, მათ შორის დადგმულს და ასე ვთქვათ გაწერილს პერფორმანსებით, ამას ჩვენზე არასოდეს უმოქმედია. მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და მაგას ნახავთ, ვის აქვს შანსი და ვინ გაიმარჯვებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ზოგადად სხვა კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხის პოლემიკაში შესვლა მე არ მინდა, ეს არ არის ჩემი ინტერესის საგანი. ჩვენ რაც შეეხება ქართულ ოცნებას დაწყებული გვაქვს მზადება საარჩევნოდ, არის უამრავი გამოწვევები დედაქალაქში და რეგიონებშიც არის უამრავი პრობლემები და ამ ყველაფერს ჭირდება ღირსეული პასუხი. მათი განცხადებები არის ჩვეულებრივი შოუ იმისათვის, რომ საზოგადოება მოატყუონ და ესეც მათი იდეა და ახალი ნოუ-ჰაუ არ არის, ეს ყველაფერი მიღებული დავალების შესაბამისად კეთდება, მათ შორის აკეთებენ ისე, რომ ორივე გზას ცდიან და დაელოდებიან სექტემბერს და მაშინ მიიღებენ გადაწყვეტილება, საბოლოოდ მიიღონ თუ არა მონაწილეობა არჩევნებში. ოღონდ არა ნაციონალური მოძრაობის წევრები, არამედ მათი პატრონები მიიღებენ ამ დავალებას. სიგიჟე იყო თავიდანვე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმა, ტყუილი იყო ამ პოლიტიკური პარტიების მხრიდან საკუთარი ამორჩევლის დაიმედება, რომ თითქოს რაიმე რიგ გარეშე არჩევნები იქნებოდა და ახლა ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ ლამაზი უკან დახევის ასე ვთქვათ ტაქტიკა შეიმუშაონ. ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ლელოს წარმომადგენლები ნელ-ნელა იწყებენ საუბარს თუ რა პერსპექტივა შეიძლება მათ ჰქონდეთ თვითმმართველობის არჩევნებს და დიდი ალბათობით მიიღებენ მონაწილეობას.